11 ივლისს 19 საათზე ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება პრემიერა სპექტაკლის მატარებელი უკვე გავიდა. Აი ამ სპექტაკლის სამზადისზე პროცესზე, მისი დადგმის პროცესზე უკვე თვეებია რაც საუბრობენ, მაყურებელში აღიძრა ინტერესი, ძალიან დიდი ინტერესი მის მიმართ, არაერთხელ უსაუბრია რეჟისორს მის კონცეფციაზე, აღინიშნა ისიც რომ რეზონაჭყებია პიესის მიხედვით იდგმება ეს სპექტაკლი და ახლა უკვე საშუალება აქვს მაყურებელს მისი ხილვის 10-ში და 11-ში ვცვლად თემაზე ვისაუბრებთ. ჩვენს სტუმრებთან ერთად პეტრე ჩარგეიშვილი რეჟისორი შემოგვიერთდება მსახიობებთან ქეთევან ეგუტიძესთან და ინგა ღირდალაძესთან ერთად მობრძანდით ქალბატონებო და ბატონებო მობრძანდით ბატონი პეტრე არაერთხელ გახდათ ჩვენი სტუმარი ყოველთვის საინტერესო პროექტებით სადაც გნებავთ სტუმრობს ხოლმე გამბრძანდით გამარჯობათ არ უყვართ კინორეჟისორებს როცა ეკითხებიან ეს შინაარსი მოგვიყევიო თქვენი ფილმის არ ვიცი სპექტაკლის რეჟისორებში რამდენად არის იგივე მიდგომა თუმცა გიყვართ თუ არ გიყვართ მაინც მოგიწევთ დღეს რა არის თავარი აქცენტი იდეა აი ამ პიესის რომელიც დაიდგა და ეს პროცესი ვიცით რომ იყო ძალიან მსუყე ამ დადგმის მადლობა ყურადღებისთვის რაც არ გვაკლია თქვენგან რეალურად უკვე თეატრი იყოფა რამდენიმე ნაწილად იქ შოუ მაგრამ ჩვენთვის თეატრი არის ყოველთვის გაკვეთილად საქცევი ამბავი რომ გაკვეთილი მივცეთ საკუთარ თავსაც სხვასაც და ამ სპექტაკლით ვამბობთ ჯერ დრამატურგმა თქვა და მე ჩვენ ვამბობთ რომ აზრი არ აქვს რამაც გაიარა იმაზე ნერვიულობას გავატაროთ უნდა აქ არიან ადამიანები ანუ ოჯახი რომელიც ვერცერთ მატარებელს ვერ შეახდა ცხოვრების მატარებელს ანუ ძალიან ბევრია კომუნიზმის მერე დარჩენ ადამიანები ვინც ვერ აუწყო ფეხი არსებულ წყობასა თუ პერიოდს და ეს ალბათ უფრო წესიერ ადამიანებს ჩვევია და ემართებათ ხო არა გაიძვერას არა თავხედს არა მატყუარას ანუ ადამიანი რომელსაც ვერ აუწყო ცხოვრებას ფეხი ჩამორჩა მატარებელს მაგრამ მისი ცხოვრების ხოროს გააჩნია ალტერნატიული სამყარო და არსებობს მაშინ აქ არის ინტერესთა კონფლიქტები რამოდენიმე ორი ამბავი ვითარდება უბრალოდ ამას ვეღარ გავყიდით ეს 90-იანი წლებია და ესა დაწერილია 90-იანი წლებისთვის მაგრამ გადმოუხაჩეთ თანამედროვეობაში რამდენადაც შეიძლებოდა ბევრით არს განსხვავდება მართალი გითხრათ მაშინაც სამსე იყო ქუჩა ხალხით ახლაც სამსე ქუჩა ხალხით და რაღაც ისეთი აქცენტებია გაკეთებული არ გვინდა ამაზე წინასწარ საუბარი ანუ მივედი წითელ ხაზამდე და ასე ვეღარ დავაზარდე ხო მეც ვეღარ მოვყვები ჩვენ ბოთი იმიტომ გვაინტერესებს იდეა და შინაარსი ყოველთვის სპექტაკლების ამით ვხვდებით თუ რაზე აკეთებს აქცენტს დრამატული თეატრი რა არის ამომავალი წერტილი რა გამოწვევებს ეპასუხება ხო აი თანხმდებით რომ ხელოვნების მთავარი მოვალეობა ეს არის რომ ეს არკესავით აირეკლოს პრობლემა და ადამიანების ტკივილი გააჟღეროს ხო მსახიობებთან გადავიდეთ შეკითხვის თქვენ გიყვართ ეგ შეკითხვა ეგ პერსონაჟზე მოგვიყევი საერთოდ თქვენც მოგიწევთ ამაზე კი ბატონო კი ქეთევად მოგვიყევით აბა რა მოგიყვათ სავსებით მსუყე ცხოვრებით ცხოვრობს ეს პერსონაჟი ყველაფერი ქარბორბალასავით აი ატყდება თავზე მეკეთი ცხოვრება ჰქონდა მთავარს არ მოვყვები მაგრამ ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო პერსონაჟია მართლა პირველად მომივიდა ასე რომ მე ვერ ხვდები არ ვიცი იმდენად ვიმუშავე და ჩავყევი ამ ქალის სულს რომ ეს ადამიანი გამეხადა როგორც და ცხოვრებისგანაი რაღაცნაირად არა შეზღუდული ყველაფერი ქონდა რომ კარგად ეცხოვრა საერთოდ ყველაფერი აბსოლუტურად და თავისი ცხოვრება საერთოდ სხვანაირად წარიმართა ძალიან ეს იყო გარემო ფაქტორებისგან ნაკადნახებით თავადაც თავისი არჩევანი თავისი ცუდი არჩევანით გამოვიდა ეს ყველაფერი მაგრამ ხო და აი ეს მინდოდა მთავარი მეთქვა რომ როდესაც სახლში ვარ სამწუხაროდ ვერ ხვდები აი ვერ ხვდები პირველად მაქვს ესეთი შემთხვევა რომ ზღვარი ჩემს და ამ პერსონაჟს შორის რაღაც დაუკარგე და
მე მგონი რომ ერთი მხრივ კარგია სამუშაო კი ნამდვილად ეს მოხდა და ცოტა არ იყოს მეშინია ბატონო პეტრე. აი თქვენი პერსონაჟები საინტერესოა თუ ხდება ჩვენს ყოველდღიურობაში, სამსახურში, ქუჩაში, ეზოში, სამეზობლოში. კერძოდ დავუშვათ ჩემს პერსონაჟს ქვია თინა. ეს კერძო პიროვნება ვიღაც არ არის. ეს არის საზოგადოების ერთ-ერთი როგორია თინას განცდა? წარმომადგენელი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ეხლა ეკეთი თქვა, რომ ჩემგან ძალიან განსხვავებულია, მაგრამ მე უფრო სხვანაირად ვიყურებ ამ ყველაფერს. ნახეთ, ჩემში აბსოლუტურად ყველა როლი, რაც კი მითამაშია და ასევე ესეც არის რატომღაც ჩემი. ყოველთვის ვხედავ ჩემში ყველა პერსონაჟს, რატო არ ვიცი. ვიჩემებ თუ რა მე ვარ ბევრი, ჩემში ბევრი ადამიანია ვერ გეტყვი. რაღაცა ძალიან დიდი ქაოსია ჩემში. ხო და ყოველთვის გონია რომ მე ვარ. ნუ ხა რა თქმა უნდა მოვლენები ჩემი არ არის, რაც ამ ქალს ემართება და ჭირს და რა გარემოებაც ახსენეთ თქვენ. მე ვფიქრობ, რომ მე ყოველთვის როცა ვქმნი პერსონაჟს, ვფიქრობ მის გარემოებაზეც. წარსული აწმყო და მე იქმნება გარდაქმნა ხდება, ხო? და შედეგსაც ვღებულობ. აი მე მაგალითად ჩემს პერსონაჟს მოუძებნე ის გარემო, რომელმაც აქამდე მიიყვანა რა. იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი დაიბადოს ეგეთი. მას უწყობს ყოველთვის გარემო ხელს იყოს ასეთი ან ისეთი, ცუდი ან კარგი, ან საშუალო, ან გაფანტული, ან დაბნეული. ეს ქალი არის დაკომპლექსებული. იმიტომ კი არა რომ უნიჭო, პირიქით ნიჭიერი, ცოტა რეჟისორისგან რა ვიცი. ეს ნუ არა, არის საინტერესო, მოკლედ ძალიან მრავალფერი აქვს ამ ქალს და შეეძლო ყოფილიყო ისიც და ყოფილიყო ვიღაც გამოჩენილი, სახელოვანიც, რაღაც აქტიური საზოგადოებაში. მაგრამ აქაც ყოველთვის თითქმის ამბობს, ხო? მაგრამ აი ამ გარემომ რომელიც მას დახვდა დაბადებისთანავე შეუწყო ხელი რომ გამختارიყო აი რაღაცნაირად ამას ვერ ვიზამ იმას ის ვერ მე არ შემიყვარებს ის მე ვერ მომიყვანს თუმცა უყვარს ყველაფერს აკეთებს მაგრამ არასწორი გზით მიდის და ძალიან მიყვარს ჩემი პერსონაჟი და მებრალება და აი წინა ჩართვა გქონდა ჩვენ და იქ თქვი რომ ადვოკატი რო ვიყო მეთქი ამას ეხა აუცილებლად გავამართლებდი კი არა როგორც იქცევა დავიცავდი და ხო კეთებან თქვენს პერსონაჟს როგორი სამყარო სურს რა არის მისი მიზანი აი აქ არის ცნობა და ბუნება არებული და აი ზუსტად მაგიტომ არ მოყე მაგრამ ყველას როგორც ჩემ პერსონაჟს უნდა კარგი, შვიდი, სიბერე. ეს რამეს ვერ მოყვები. აი ინგას მინდა თქვა, როდესაც მე და ინგა ვმუშაობთ. აი ვუყურებ და მართლა მავიწყდება რეალურად მე ვთამაშობ თუ მე იმისთვის ვარ რომ მინგას ვუსმინო. გეფიცებ ისე შეცვლის ყველაფერს. რაიმე. ისეთ ინტონაციით, ისეთი თვალით გადმოხედავ, სულ გონი ეს ტექსტში იყო ასე. ან ეს ახლა მოიბოდია. აი გეფიცებით იმენად ორგანული ხდება ინგა. არის ხოლმე, მაგრამ აი სცენებია და რაღაც მძაფრი სცენები, როდესაც მე სათამაშო მაგ ინგასაც და რაღაც ჩემზე უნდა ვიფიქრო, მე უნდა გავაკეთო. და ისე გადავყავარ ინგას. უსმენას და ჩემი სულ. ასევე ჩემი საყვარელი. ალბათ ეს ნატურალური ხდება მაგდროს. არა, პარტნიორს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეც ასევე კომფორტულად ვგრძნობ შენთან თავს და ორგანულები ვართ მგონი უხერხულია ლაპარაკი, როგორ ვაკეთებ ამას ყველაფერს. რომ ერთმანეთზე აი ესე პოზიტიურად საუბრობთ, ეს არის კოლეგიალობის არაჩვეულებრივი მაგალითი და ჩვენ ახლა გასვსტუმრებთან საუბრობდით ფეხბურთელ გოგონებთან, რომ მეგობრობა განაპირობებს შემდგომ იმ შედეგს და კი, არა, კარგი გუნდია. ჯერა რომ აი გუნდი უნდა იყოს შეკრული. ეს ბატონი პეტრეს დამსახურება. აი ბატონ პეტრეს ვკითხოთ, თეატრი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ოდითგანვე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას წაიღებს მაყურებელი ამ სპექტაკლიდან? მეორე ხელი უკვე ბატონ რეზოს დაჭკებიას.
პირველი სპექტაკლი იყო და არის დღესაც რეპერტუარშია დემენცია ჭირს მამას და შვილის და მამის ურთიერთობა და აღმოვაჩინეთ რომ იმდენ ადამიანს ქონია მსგავსი საერთო შეხება ამ ამბავთან რომ არილევა და არილევა ყოველდღე ამბობენ ადამიანები რომ ქონია იყო ახლაც ამ დღეში ვარ და დარწმუნებული ვარ იმდენად სავსე თემაა რომ ერთი თუ არა მეორე მაინც ეხება მეორე თუ არა მესამე თუ არა მეოთხე იმდენად ბევრი ამბავი ხდება ხაზი ორია მაგრამ ამბავი იმდენად ბევრია ნახეთ არის მაგალითად ესეთი ფრაზა რომელიც ძალიან მომწონს და ჩვენ ადამიანებს გავიწყდება ხოლმე ეგ ნახეთ ერთი პერსონაჟი ეუბნება მეორეს ჩვენ მიუხედავად 1000 სიმწარისა მაინც ბედნიერები ვართ უბრალოდ ვერ ხვდებით ამას ხა ბედნიერება მაზალო ტიპია არ მოვა და არ გეტყვის მე აქა ვარ შენ უნდა შეხედო ამას ჩვენ ადამიანები ვიხსნით რაღაცა მატერიისკენ ქონება ჯიპი რაღაცა პასე არა ადამიანია თავ რომელიც ჩვენს წინა ამ წუთას გვენთმა ვინც მოგცა რა და იმას თუ არ მოგფრთხილდები კარგია ყველაფერს და უკვე გვიანია სამწუხაროდ განსაცდელის შემდეგ ხვდებით რომ იმდენ რამეს აიღებენ რომ დაწამული მეც ვასწავლი ჩემ თავს აქედან ბევრ რამეს და გონია რომ არც ერთი ადამიანი უნაკლო არ არის რა თქმა უნდა მგონია კი ეგრეა და ყველა ადამიანი წაიღებს თავის აფიქრავს აქედან და მიხარია რომ ბევრი გვაჭიდავა პიესა ძალიან ვრცელი იყო და ასე შემდეგ იმერულიენი დაწერილი ძალიან ლამაზი და მოვიყვანეთ მოვათვინიერეთ თალეთ აი რაღაცა ამბავი დავჭირდა ამაზე ძალიან ბევრი მაგრამ თისმადლად მივედით იმ შედეგამდე ტრაგიკომედიას გავდამგონი კი ეგრეც გამო ანუ შენდანარევი სიცილი რომ პერსონაჟი გეცინება და უცხო ხვდები რომ შეხარის პერსონაჟი მელოდრამისკენ წავედი. აი აქ მიდის ჩვენი მოამი რომ გარდაქმნა მოხდა ბატონო პეტრე. ხო, რაღაც კი კათარზისია რა თქმა უნდა, კათარზის ნახეთ აი ბავშვი ავიღოთ ხო დაწყები ადამიანი რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას. ასე უჩიჩინო და დააძალო რაღაცა შეიძლება ვერ მიმართო იქითკენ, მაგრამ თუ იმას თამაში და სხვანაირად მიუთითებ შეიძლება გაგასწროს. ეს არის გარემო. და ამიტომაც ჩვენი სპექტაკლი ამაში დაეხმარება ადამიანებს თვალში. პეტრე, აი ეს გქონიათ, ამას ვეკითხები ხოლმე ხშირად რეჟისორებს, რომ ილუზორულია ეს წარმოდგენა თუ რეალურია წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ხელოვნება ადამიანს აკეთილშობილებს. კი. ნახეთ. გაჩნია. აკეთილშობილებს თითქოს ეს მესიჯი და მთავარი გზავნილი მაინც მიდის იმ ადამიანებამდე, რომელიც ასე ფიქრობს. და ის ვისი გამოსწორებაც გვინდა ის მაინც ვერ კითხულობს თითქოს სათქმელს ისე როგორც ჩვენ გვსურს პარადოქსია კითხულობს როგორ არ აღიარებს შეიძლება არ აღიარებს არ შეიძლება არ დაინახოს ილექება გამორიცხული ამბავი ეგ არის რომ არ აღიარებს შეიძლება ეს არის სხვა ფენომენი რომელიც რა დავარქვა ქართველებს სიამაყე ქვია ხო აპარტავნობა სიამაყე უფრო სხვა რაღაცა კი კომპლექსი თავი აღიაროთ თორე ახლა მე რო ჩემი დანაშაული ვიცი ადამიანმა ისე ვინ იცის ღმერთმა და მე ხო თუ მე ამას ჩემში არ ვაღიარებ ეს ყოველთვის გამოუსწორებელი დარჩება მაგრამ ხედავ კია მაგრამ ვაღიარებ თუ არა ვასწორებ თუ არა მაგრამ ხელოვნება რო აკეთილშობილებს იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი და ევა შექმნა კეთილშობილად მის ხატა და სახე და მე ჩვენ ხო ჩვენში დევს კეთილშობილება მაგრამ რაღაცა ესე გაგვიუხეშდა სული არ მინდა ამის დანახვა რომ რაღაცა გამოვსწორდე უნდა თუ მე ამას ვაღიარებ მეტი რა არის ახსანება ხო და ვისვლები უკეთესისკენ ამაში რა თქმა უნდა კიდე მეხმარება ხელოვნება და ეს ადამიანები ვინც 1000 ტყავს იცვლიან რომ გვირი შექმნა და მე მოაქვს აი ქეთი თქვა ესეთი ფრაზა ცოტა მეშინია აი იმდენად შევიჭერია პერსონაჟი რომ აი თითქოს ამ ბუნებრიობის და გულწრფელობის რაც აუცილებლად იქნება ამის დემონსტრაცია ამის უკვე მეშინდა გამახსენდა დორიან გრეის პორტრეტს როცა ხატავს ეს მხატვრის პერსონაჟი ამბობს ასეთ ფრაზას რომ მეშინია გამოფინე იმიტომ ამოიკითხავენ რომ მე იქ რაღაცა ისეთი კონცეფცია ჩავდე რაც არ მინდა რომ ყველამ გაიგოს ხომ აი პეტრე ხა თქვენ ფაქტობრივად უხეშად რო ვთქვა და ვამბობ ხოლმე ამ ფრაზას ხშირად კინოზე როცა ვსაუბრობ ესე სახეში უნდა გაულაწუნოთ ვიღაცებს ხომ იმიტომ რომ უნდა გამოაფრთხილოთ ეს გაქვთ ხოლმე რომ აი ცოტათი შიში და სიფრთხილეც რომ აი რაღაცნაირად თითქოს გამბედაუბაც ჭირდება ამას ასეთ თემებზე ესე ღიად საუბარს ხო? ერთი საზომი მაქვს რა, ჩვენ მეგობრობთ რა თქმა უნდა, მადლობა გვეც ამ ადამიანებისთვის, ყველასთან ვცდილობ იყო მეგობარი და ვცდილობენ და ვართ კიდეც ერთი საზომი მაქვს ხოლმე რა, აი, რითი ზომავენ არ ვიცი. ესეთი მეგრულად მიყვარს ამ სიტყვას, ბუძგურიას ეძახიან რა. თუ ემოცია მე მეხება
და თვალსყავზე დამიყენებს და ცემს მომადენს თვალზე და ცოტა შემახურებს, მე ზუსტად ვიცი რომ ეს არის აი ხელის გაწნა რა, რომ გამოაფხიზლოს და არა შეურაცხყოფა მიაკენოს. აი თუ კი მივალთ იქამდე, თვლით რომ რაღაცა მივიდა იმ სიმწიფემდე და უკვე მზად არის დასარიგებლად რა. აი ესეთი ამბავი გონია რომ არც ყველა მე პატარა რეჟისორი ვარ, არიან დიდი რეჟისორები, მართლა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ჩემ პატარა რეჟისორობაში მე ასე ვფიქრობ, რომ თუ მე ემოციას სწორად გარდავქმნით ჩემში, სწორად გაიცემა და სწორად მიიღებენ და ფაქტი ის არის, რომ შენგან მოდის ადამიანისგან ინდივიდუალურია ყოველივე და გონია რომ რაც გამიცია დღემდე, სწორად მივიდა ადრესატურამდე და ბედნიერი ვარ, რომ ესე ხდება და ვაპირებ დარჩენას ამ პროფესიაში, მანამ ცოცხალი ვარ. ჩვენთან გადაცემაში ხშირად ერთგვარი გულწრფელობაა. დავაანონსოთ. სახეობებს მინდა ვკითხო და ბოლოს აუცილებლად დავაანონსოთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს. აი თითქოს იცვლება ხო, ნარატიული ფორმებიც კინემატოგრაფშიც, თეატრშიც, ხელოვნების ყველა დარგში ხო, არ ვიცი უკვე ChatGPT ხელოვნური ინტელექტი ხატავს და ანიმატორი გახდა და ასე შემდეგ. აი საინტერესო სამსახიობო ხელოვნება როგორ ფორმირდა 21 საუკუნის სამსახიობო ოსტატობა როგორ წესებს ექვემდებარება? აი მე მაგალითად შევიცვალე ახლა მოხდა ჩემში რაღაც ტრანსფორმაცია, რამოდენიმე როლი მაქვს ნათამაშები, თამაშობდი უფრო ათოსურად, მაგრამ არ ვიცი ეს რა მოიტანა, ალბათ რასაც თქვენ ამბობთ, ახლა შეიცვალა ხო? აი ვარ უფრო ორგანული, უხერხული ამაზე ლაპარაკი და ანუ ვარ მე გინდა არ გინდა უნდა გავხდე თინა, გავხდე ვიღაც ხო? და არა მაქვს უფლება არ ვიყო გულწრფელი, იმიტომ რომ როგორიც მე ვარ, ისეთი მაყურებელი ზის იქაც და უნდა გელაპარაკო მე შენ ისევე შენს გასაგონად, რომ აი შენამდე მოვიტანო როგორმე და ის პათოსური უკვე ამოვარდა რა, აღარ არის იმდენად საინტერესო, არ არის ახლოს ადამიანთან, მაყურებელთან და ვფიქრობ, რომ უფრო თვლი რომ ჩვენი აი ათოსის თეატრი როდესაც ძველ სპექტაკლებს რომ ვუყურებ, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის როგორ არის, როგორ ახერხებდნენ გეფიცები. ეგ სხვა როგორ ახარა, ხო, ცუდია თუ კარგია, მე ისე ჩემთვის ეს არ ვიცი, მე გაუგებარი. მე რაღაც ტექნიკა, როგორ სწავლობდნენ ამას, რომ ეს ამდენად პათოსური ყოფილიყო, ეს ცალკე ეთყობა, ცალკე სწავლობ, მე არ მისწავლია გეფიცებით, არ ვიცი, შეიძლება დააპირეს და ვერ მივხვდი და გააჩერეს, არ ვიცი. ნახე რა არის? აი, მგონი რომ აი ბოდიშინგა მგონია რომ რაღაც სხვა ხელოვნება, ახლა როგორც იმათმა რო ნახოს შეიძლება ჩვენი სპექტაკლი თქვა რომ აი ესო რა უბრალოდ ჩემ გაქალებთან საუბრობ, ისე საუბრობსო, ესო აქა ეს რა თეატრია, არავინ არ იცის ხო როგორ და მე სამომავლოდ რა იქნება. მაყურებლისთვის რომელია? თქვენ როგორ ფიქრობთ? როდესაც ზუსტად იგივე ხარ, რაც თვითონ არის თავის მეგობრებთან ერთად, ის უფრო სიამოვნებთ, ვიდრე რაღაც ზემოდან რაღაც ხურება. მე მგონი უბრალოება ყოველთვის მომგებიანი. თუმცა თუ ისიც ორგანულთან ერთად იქნება შეზავებული, კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ეხლა კარგად შესრულებული ისიც საინტერესოა. მაგრამ მე ვამბობ ეხლა ამას დავართმევ ასეთ რამას. კანს ვაძრობთ. და გულს ვდებთ. კი ბატონო. არ ვიცი, ახლა მე ვფიქრობ, რომ ეგ არის. მე გამოვიცალე მაგალითად. ეგ გამოჩნდება 10 და 11 ივლისს. პეტრე. ექსპერიმენტულ სცენაზე დავაანონსებ. ჩვენ ვამბობთ, რას ვაკეთებთ, თორე რა იქნება ახლა მოდით ხალხო და ნახეთ, არ ვიცი. პეტრე, მაყურებელზე უნდა გკითხოთ აუცილებლად, ხო? იგივე ეს თანამედროვეობის გამოწვევები ვახსენეთ და რაღაცა გარემოცულები ვართ ამ ციფრული სამყაროთი, ვუყურებთ მუდმივად აი ამ მოკლე ხნიან ვიდეოებს, ეგრეთ წოდებულ rilsებს, ნებისყოფ აღარ გვაქვს, კონცენტრირდეთ. აი თან ეს რაღაც ღრმა ფილოსოფიური სათქმელი თქვა, სახეში გაულაწუნო, გამოაფხიზლო და თან ეს მის მოკლენების ყოფაშიც ჩაჯდეს, აი როგორ ახერხებთ ამ სინთეზს? აი პასუხი თქვენს კითხვაზე რაც გუგლის დავუსვით, სწორედაც რომ ის ეპოქა, ეს არის ეპოქალური ყოველ შემთხვევაში, არის სკოლა, არის ჟანრი, ეპოქა ცხადია. ნუ დავზენ იმას, რომ მეფელირი შეიძლება ათამაშო როგორც დაუშვათ მეწისკვილე, მაგრამ ის მეფელირი დარჩება მაინც. მისი ფილოსოფია მთავარი რადებს მაშინ რა პრობლემა აქვს ხადია ხო მაგრამ ნახეთ ზუსტად ახლა აი ამ მომენტში ჭირდება აი ამ გაბნეულ საზოგადოებას ვის ტელეფონში ცხოვრობს და მართლაც 1000 ინფორმაციას იღებს და
ვერ დაულაგებია საიდან რა გაანალიზოს ქაოსში. სწორედ ეხლა ჭირდება ეს ადამიანური თამაში და ის სკოლა, რომ მისნაირი გახდე და გაახსენო რანაირია რეალურად თვითონ და ეხლა სად არის, რომ მოახედო უკან და აგზნობიო, რომ არ ხარ პლაცმასი, ხარ სული და ხორცი, ხარ პიროვნება და დაუბრუნდი შენ პირველ წყაროს, რომ შენ თვითონ გახდე ადამიანი და მან იგრძნო შენი გულისცემა. აი პათოსი აბსოლუტურად ზედმეტია, მაგრამ იყო ეპოქა, ეხლა ვიდეოს აღმოსრებია, თორე მინდოდა მენახა ხო რა პათოსებით იყო მეტნაკლებად, ეხლა ზუსტად დარჩა იმის რომ ადამიანი დაანახოს სცენიდან. მათემაც არ უნდა ითამაშო, რომ მან იგრძნოსო ცოცხალია და არ დარჩა მხოლოდ ტექნიკასთან და ვირტუალურ სამყაროსთან. აი ზუსტად ეს უნდა აგრძნობა. არა, ამ რეალობაზე. ოდიში მომითხოვე ამ გამოთქვაზე, მე ერთი პედაგოგი მყავდა, ისი სული ცხოვრობდეს ლილიოსელიანი ერთი კი არა დიდი პედაგოგი მყავდა და არ უყვარდა ხოლმე როცა სუნამოს ვისხავდით რა ბიჭები რა. რატო? ქალდონილი მოთხარი მე ცოტა ხარ კაცმა ხანდახან საკუთარი უფლისუნი უნდა იგრძნოსო. თორე ის ნელა დაკარგავს ის გაგებას რომ კაცია. ნახა ეს არ არის ლაპარაკი რომ კაცი ვერჩვა. აი რაღაცაც გადამეტყვი. საზაფხულოდ სული პროპაგანდა იყო. არა, სხვა ნახე არა, აქ არა რომ 9 ლიტრას უნდა მოძებნა ლაპარაკი. თავარია კალმარი გზოს. არა, ითხოვდა რომ აი რაღაცა ადამიანურობა შეინარჩუნეთ კაცებმა და დღეს ძალიან კაი თაობა მოდის, მაგრამ მეც მათ შორის ნენელა უკვე რაღაცა სხვანაირი ტიპები ვხვდებით. არა ნამდვილები ვართ რა. ის ლამბერჯეკობა, ის მასკულინური რომანტიზმი მაინც კაცს უნდა შეინარჩუნოს, თქვენ ამას გულისხმობთ რა როგორც თქმა უნდა და არა არ უბანაოთ მაგას არ ხო, ჰიგიენურ თემებს არ ვეხებთ. რა თქმა უნდა, აქ იყო შინაგან სამყაროს მოუფრთხილდით კაცებო. არა, პირდაპირ მნიშვნელობით. იყო, დედა იყო ყველასი და საოცარი პიროვნება იყო, ადამიანი იყო და რაღაც ესეთ თემებზე ლაპარაკობდით, რომ ვერ წარმოედგინა ვერავის. ხო, მე ესე მესმის ეს ფრაზა, რომ ხო ხშირად ეხლა ცოტა ხნის წინ საუბრობდით, თითქოს პატიების კრიტერიუმებსაც სოციუმი გვიწესებს და რა გვინდა ჩვენ და რა უნდა სხვას ამის გამიჯვნა გვიჭირს და ალბათ ეს იგულისხმა ქალბატონმა ლილიმ, რომ გინდა შენ ეს უნამო თუ არ გინდა, ხომ? აი ეს არის საკუთარ თავს ვკითხოთ. თავარი რა არის ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, ვინ ხარ შენ რეალურად რანაირი ხარ და საიდან ხარ, სად მიდიხარ, ყველა ერთნაირია და უკვე ესეთი ამბავია რა. მე პირადად ნახლა რა თქმა უნდა ამაზე შორს არის ლაპარაკი, მაგრამ ალბათ ხედავ პერსპექტივაში ადამიანები რაღაცა კოლექტიური მისგან მივდივართ სიბეცისკენ რა. ანუ კარგავენ ტიპები ინდივიდუალობას. ჩვენ მქონდა კოლექტიური სიბეცის გამოცდილება სამწუხაროდ. კაცობრიობას გულისხმობ. აი ეგ პროგნოზი ყველა თაობას ჰქონდა, რომ მივდივართ კოლექტიური სიბეცისკენ, აი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არის ფირფიტ აღმოჩენილი ნაბუქოდონოსორთ რომელიღაცა მეფეწერს, რომ ეს ახალი თაობაო, რაღაც ამი სკეპტიციზმი აქვს მომავლის მიმართ, მაგრამ ხედავთ, რომ ვითარდება სამყარო, ამიტომ ნუ ვიქნებით პესიმისტები. არა, თეატრი ინარჩუნებს ინდივიდუალურს, ამას ვიზახი რა. ხოლო თეატრი არავის არ ეწყინოს რა. თეატრი არის ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი, რაც დარჩება სამყაროს საბოლოო ჯამში ამისმა მინდა რა. კინოზე ვიზნებ, მაგრამ თეატრი არის ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი. ამიტომ უნდა ვნახოთ სპექტაკლი 11 და 10 ივლისს. მატარებელი უკვე გავიდა, რათა კიდევ ერთხელ გამოვფხიზლდეთ, არ ჩაგვითრიოს ციფრულმა სამყარომ, ტექნოლოგიებმა და კიდევ ერთი, როგორც თავად რეჟისორმა ბრძანა, ადამიანური დუელის გამოწვევა, გველის ხელთათმანის სროლით. დანარჩენი უკვე თქვენი და თქვენი ემოციების საკითხია.